მოგესალმებით მეგობრებო. ახლა აღმოსავლეთის საინტერესო მოვლენები მიმდინარეობს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ირანსა და ისრაელს შორის პრაქტიკულად მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. დღევანდელ, ასე ვთქვათ, ამ მოკლე ჩართვაში მინდოდა მესაუბრა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე. ახლა აღმოსავლეთის მიმართულებით, როგორ იცვლება მოსკოვის მიდგომა რეგიონისადმი, განსაკუთრებით ამ უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით. რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთი ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენდა. საუკუნეების განმავლობაში რუსეთი, იქნება ეს რუსეთის იმპერიის სახით თუ საბჭოთა კავშირი, ყოველთვის მიუტოვდა უფრო, ასე ვთქვათ, მეტი სავაჭრო, საინვესტიციო თუ ზოგადად პოლიტიკური კავშირების გაბნისკენ ამ რეგიონთან. აქ საინტერესო ის არის, რომ რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთი ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა ინდოეთის ოკეანესთან, რისკენაც რუსული, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური სკოლა მიუტოვდა პრინციპში იმ გაგებით, რომ რუსეთის გეოგრაფიიდან გამომდინარე ამ ქვეყანას არ გააჩნდა გასასვლელი, ასე ვთქვათ, თბილ წყლებში და მთელი ეს რუსული გეოპოლიტიკური სკოლა და შესაბამისად ამაზე აწყობილი იმპერიული, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ამბიციები, რაც რუსეთს თუ საბჭოთა კავშირს გააჩნდა, მიმართული იყო ახლო აღმოსავლეთში უფრო მეტი გავლენის მოპოვებისკენ. ახლო აღმოსავლეთი სავაჭრო კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენდა რუსეთისთვის, მაგრამ მხოლოდ 2014 წლიდან, ხოლო განსაკუთრებით კი 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთმა კიდევ უფრო სხვაგვარი დანიშნულება, სხვაგვარი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა მოიპოვა. თქვით, რომ ეკონომიკურად ახლო აღმოსავლეთი იყო ყოველთვის მნიშვნელოვანი რუსეთისთვის, გასაგებია, მაგრამ რუსებისთვის მაინც ნომერ პირველ სავაჭრო, საინვესტიციო, ასე ვთქვათ, პარტნიორს წარმოადგენდა დასავლეთი. აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გულისხმობ ევროპის კონტინენტს, ევროპის მდიდარ ქვეყნებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკვე უკრაინაში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რუსეთი ნელ-ნელა გადავიდა, ასე ვთქვათ, გადაიხარა აზიისკენ, ახლო აღმოსავლეთისკენ და ესეთი ქვეყნები, როგორც არის თურქეთი, განსაკუთრებით ირანი და თუნდაც სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, ამ ქვეყნებთან რუსეთმა დაამყარა მეტად აქტიური, ასე ვთქვათ, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც, რა თქმა უნდა, თავისთავად პარალელურად მიმდინარეობდა მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობების განვითარებასთან. ამრიგად, დაახლოებით აი უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ხარისხობრივად განსხვავებული ეტაპი დაიწყო რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის არსებულ ურთიერთობებში. პრიორიტეტი, რომელსაც რუსები ყოველთვის ანიჭებდნენ დასავლეთთან ურთიერთობაში, 2020-იანი წლებიდან პრაქტიკულად, განსაკუთრებით 22 წლიდან მოყოლებული, შეიცვალა და უკვე ახლო აღმოსავლეთი, ზოგადად აზია, გადაიქცა რუსეთისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვან სავაჭრო ეკონომიკურ პარტნიორად, შეიძლება ასე ითქვას, ან პრაქტიკულად ახლო აღმოსავლეთის და აზიის მეშვეობით რუსები ცდილობენ პრინციპში დღესდღეობითაც, რომ გარკვეულწილად ის დანაკარგები შეივსონ, რაც მათ განიცადეს იქნების ვაჭრობაში თუ ინვესტიციებში დასავლეთთან გამძაფრებული ურთიერთობების შედეგად. მაგრამ აი ამ
ზოგადი მოკლე და ზოგადი ესე ვთქვათ დახასიათების შემდეგ ჩვენთვის საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, კერძოდ ის, რომ რუსეთი 22 წლამდე და პრინციპში 23-შიც და 24 წლის განმავლობაში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ბოლო დაახლოებით 8-9 თვის განმავლობაში რუსეთის საგარეო პოლიტიკა მკვეთრად იცვლება ამ რეგიონისადმი, რადგან უშუალოდ ასე ვთქვათ რუსეთის პოზიციონირება შეიცვალა რეგიონში იმ კუთხით, რომ მისი მოკავშირეები სულ უფრო მეტ წნეხს განიცდიან ბოლო ასე ვთქვათ 1 წლის განმავლობაში. ანუ მთავარი მიზეზი თუ რატომ შეიცვალა რუსეთის საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთისადმი, მაინც არის ის, რომ მისი მთავარი მოკავშირე ბაშარ ალ-ასადი 24 წლის ბოლოდან აღარ არის უკვე სირიის სათავეში და ჩვენ ხედავთ იმას, რომ რუსეთის მთავარი მოკავშირე ეცემა და მის ადგილას, ანუ აი ამ გარკვეულ გეოპოლიტიკურ ვაკუუმს ავსებს უკვე სხვა ძალა. პირველ რიგში თურქეთი და დასავლური ძალები, რომელმაც უკვე ასე ვთქვათ შეუმცირეს პრაქტიკულად მთლიანად გაუქმეს ის სანქციები, რაც სირიაზე იყო დაწესებული მრავალი წლის განმავლობაში. რუსეთმა არ დაკარგა სრულად ჯერ კიდევ თავისი გავლენა სირიაში, მას ჯერ კიდევ აქვს სამხედრო ბაზები სირიის სანაპიროზე, თუმცა ღია წყაროებით არსებული ინფორმაციის მიხედვით ის აქტივობის ის დონე, რაც რუსეთის ერთ ასე ვთქვათ სახმელეთო ხო მეორე საზღვაო ბაზას გააჩნდა 24 წლამდე. დღეს რა თქმა უნდა ასეთი აქტივობა აღარ შეინიშნება და არის საუბრები იმაზეც, რომ რუსებს მოუწიოთ სრულად გასვლაც სირიიდან. შესაძლოა განსხვავებული სცენარიც გათამაშდეს, რომლის მიხედვითაც რუსებმა მოახერხონ და შეინარჩუნონ თავისი ასე ვთქვათ ეს ორი სამხედრო ბაზა სირიის სანაპიროზე, თუმცა აქვე თავად შეიძლება იმის თქმა, რომ აქტივობის დონე, რაც ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს იყო, ვეღარ განმეორდება ამ ბაზებში და რუსებს მოუწევთ ასე ვთქვათ უფრო შეზღუდული სახით შეინარჩუნონ თავისი ბაზები თუ ამის გაკეთებას მოახერხებენ და გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ სირიის ახალ ხელისუფლებასთან. მაგრამ ცალსახა არის ის, რომ მათი ძლიერი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში დაეცა 2024 წლის დეკემბერში, ყოველთვის მოულოდნელი იყო რუსებისთვისაც გარკვეულწილად და ამის ფონზე მიმდინარეობს უკვე ირანის გავლენების შესუსტება. რუსეთსა და ირანს შორის როგორი მჭიდრო ურთიერთობა არის განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული, ბევრისთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ მოკლედ შეგვიძლია თქვათ, რომ ეს არის მჭიდრო თანამშრომლობა სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებში, სამხედრო საკითხებში. ეს არის ურთიერთობები კოსმოსურ საკითხებში და ისეთ საკითხებშიც კი, როგორც არის სანიტარია და სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გაწერილია იმ ასე ვთქვათ, ცნობილ შეთანხმებაში, რაც ისლამურმა რესპუბლიკამ და რუსეთმა მიაღწიეს 25 წლის იანვარში და ამ ხელშეკრულებას პრინციპში აქვს ყველაფერი გარდა ერთი კომპონენტისა. თუ ვინმე დაესხმება თავს რუსეთს ან ირანს, ასე ვთქვათ, მეორე მხარე არ არის ვალდებული
დაიცვას თავისი პარტნიორი, მოკავშირე, ასე ვთქვათ. აი ეს ურთიერთთავდაცვის კომპონენტი, რაც ხშირად ახასიათებს სხვადასხვა ეს ვთქვათ ხელშეკრულებას, ხო, სამხედრო ხელშეკრულებას, აი ეს კომპონენტი არ არის რუსეთსა და ირანს შორის დადებულ შეთანხმებაში. და ძალიან ბევრი ირანში მიიჩნევს, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული რუსეთთან, ესე ვთქვათ, ირანთან მჭიდრო ურთიერთობით, მაგრამ აქ არის მეორე მოსაზრებაც, რომელსაც მე პირადად ვიზიარებ. ეს არის ის, რომ ამ ორ დიდ ქვეყანას პრინციპში არც ესაჭიროება დიდად ერთმანეთის სამხედრო კუთხით დაცვა, მათ არ ესაჭიროებათ მკაცრი სამოკავშირეო ურთიერთობები, რადგან ეს უფრო ზრუნავს მათ მანევრირებას საერთაშორისო არენაზე. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ირანის გავლენა შემცირდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, რაც გამოიხატა მის მიერ მართული წინააღმდეგობის ღერძის დასუსტებაში და საკუთრივ უკვე ირანის ტერიტორიის, ასე ვთქვათ, დაბომბვაში, რასაც ჩვენ ისი მოწმენით ჩვენ ვართ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ხო? რუსეთის გადმოსახედიდან მისი მეორე მნიშვნელოვანი პარტნიორი, ბევრისთვის შეიძლება უკვე მოკავშირეც, განიცდის, ასე ვთქვათ, სერიოზულ წნეხს, თუ ასადის შემთხვევაში მოხდა ის, რომ ასადის დინასტია სრულად დაეცა, ირანის შემთხვევაში ასეთი რამ ნაკლებად მოსალოდნელია, თუმცა ირანული გავლენის შემცირება ახლო აღმოსავლეთში გარკვეულწილად შეიძლება ნეგატიურად აისახოს რუსეთის გავლენასაც. ამავდროულად რუსებისთვის ირანის გავლენის შემცირება ახლო აღმოსავლეთში შეიძლება არც თუ ისე უარყოფითი მოვლენაც იყოს, რადგან ირანელები საკუთარი დასუსტების პარალელურად შეიძლება უფრო მეტად დამოკიდებულები გახდნენ რუსეთზე. იქნება ის ეკონომიკურად, სამხედრო კუთხით, თუ ზოგადად პოლიტიკურ ველზე. ეს რა თქმა უნდა აწყობს რუსეთს და გარკვეულწილად რუსეთი შეიძლება ხედავდეს ამაში სარგებელს. ამავდროულად ამ ფაქტია, რომ რუსებისთვის ირანის დასუსტება და პოტენციურად ირანის მიერ უარის თქმა თავის ბირთვულ პროგრამაზე, ბირთვულ ამბიციებზე, ასე ვთქვათ, საკმაოდ ნეგატიურად აისახება მოსკოვზე, რადგან მოსკოვი ყოველთვის იყენებდა ამ ბერკეტს, ასე ვთქვათ, გავლენას, რომელიც მას გააჩნდა თეირანზე, დასავლეთთან ვაჭრობაში. ძალიან მარტივი სქემა მუშაობდა, თუ დასავლეთ სურს ირანთან გარკვეული შეთანხმების დადება, გზა ხშირად რუსეთზე გადიოდა, იმიტომ რომ რუსეთს ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა, შეიძლება ასე ითქვას, ირანთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო, მჭიდრო სავაჭრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების არსებობის და გამო. და თუ ეს საკითხი ესე ვთქვათ, აღარ იქნება დღის წესრიგში, კერძოდ ეს ბირთვული პროგრამა ირანისა, რა თქმა უნდა, ეს რუსეთზე ნეგატიურად აისახება, რადგან ერთი ბერკეტით ნაკლები ექნება რუსეთს, რომ გავლენა მოახდინოს არა მარტო ახლო აღმოსავლეთზე, არამედ დასავლეთთან ურთიერთობაში ნაკლები საშუალება ჰქონდეს სასურველი შედეგი მიიღოს ხოლმე ამა თუ იმ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებით ეს ეხება, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხს. ძალიან მარტივად უდგებოდნენ რუსები, თუ დასავლეთ სურს, ასე ვთქვათ, ირანთან მიმართებაში გარკვეული შეთანხმების დადება, მაშინ მათ მოუწევთ დათმობაზე წასვლა
უკრაინის საკითხში. და რუსებისთვის რაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისლამური რესპუბლიკა და ამ ქვეყანასთან არსებული მჭიდრო ურთიერთობები. რუსებისთვის თავისი ორი მოკავშირის, თქო, პარტნიორის დასუსტება ცალსახად წარმოადგენს, თქო, ნეგატიურ გეოპოლიტიკურ პროცესს, ამასთან ერთად ეს წინააღმდეგობის ღერძი, რომლის წევრებთან რუსებს საკმაოდ მჭიდრო სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები ჰქონდათ უკანასკნელი წლების განმავლობაში, რუსეთსა და ჰეზბოლას შორის, რუსეთსა და ჰუსიტებს შორის, რუსებსა და ჰამას შორისაც კი საკმაოდ ესე ვთქვათ აქტიური პოლიტიკური კავშირები იყო განვითარებული და პრინციპში ღია წყაროებიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით ისიც რომ რუსებსა და ჰეზბოლას შორის, რუსებსა და ჰუსიტებს შორის აქტიური სამხედრო კავშირებიც კი იყო და რუსული შეიარაღება მარტივად იძებნება ჰეზბოლას მებრძოლეების ხელში, ასე ვთქვათ და ჰუსიტებშიც. ანუ აი ეს ნეგატიური ფონი და ნეგატიური, ასე ვთქვათ, მოვლენები, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს რუსეთისთვის, ქმნის ერთგვარ დილემას ხო მოსკოვისთვის, სად არის რუსეთის, როგორ უნდა განავითაროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა ამ რეგიონში. გარკვეულწილად ეს გარდამავალი პერიოდია, პროცესი, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალს კერძოდ ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე შეტაკებები, ბოლომდე ეს არ დასრულებულა და რა თქმა უნდა რთულია იმის თქმა, როგორ აისახება ეს სრულად რუსეთის პოზიციონირებაზე. თუმცა აი ამ ნეგატიური მოვლენების პარალელურად რუსები მაინც ცდილობენ მიესადაგონ ხო ამ ახალ რეალობას და აქტიური საგარეო პოლიტიკა გაატარონ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ხო. მათ აქვს აქტიური პოლიტიკური და სამხედრო ურთიერთობები ალჟირთან, ლიბიაში ჩვენ ვიცით რუსები აგრძელებენ საკმაოდ აქტიურ თამაშს, ასე ვთქვათ, ანუ ლიბია დაყოფილია პრინციპში ორ ნაწილად, დე ფაქტო ორ ნაწილად და რუსებს აქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აღმოსავლეთ ნაწილთან, ასე ვთქვათ, ლიბიის აღმოსავლეთ ხელისუფლებასთან, შეიძლება ისე ითქვას და ამის პარალელურად ამ ბოლო დროს საკმაოდ გამოიკვეთა ისიც, რომ საკმაოდ აქტიური ურთიერთობა აქვს დასავლეთით არსებულ ხელისუფლებასთანაც. რუსებს ასევე აქვთ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ომანთან, იემენთან. რუსეთი დაინტერესებულია სავაჭრო გზების განვითარებით, მათ შორის ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი, რომელიც დიდი რუსული ქალაქებიდან ჩადის სამხრეთით, ირანის ტერიტორიამდე და შემდეგ უკვე სპარსეთის ყურემდე და პოტენციურად ინდოეთამდეც. და ამასთან ერთად რუსები საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ატარებენ სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებთანაც. მათ ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ ყატართან, საემიროებთან, საუდის არაბეთთან და აი ამ აქტიური დიპლომატიის კარგი მაგალითი არის მაგალითად ამ წლის მაისში გამოცხადებული, ასე ვთქვათ, მზადება ახალი სამიტისთვის რუსეთსა და ისლამურ ქვეყნებს შორის, რომელიც წესით ამ წლის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს რუსეთში. ეს არის პირველი ასეთი სამიტი და რაც მეტყოლებს იმაზე, რომ რუსეთი გარკვეულწილად ესადაგება იმ ვითარებას, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია, რომელიც მისთვის
ამ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში საკმაოდ უარყოფითად განვითარდა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა უნდა დაემატოს უკრაინაში მიმდინარე ომი, მიუხედავად ასე ვთქვათ დიპლომატიური მცდელობებისა, ომი არ დასრულებულა და რუსეთს ისევ უწევს მთელი თავისი რესურსების ხარჯვა უკრაინაში ომზე, რაც რა თქმა უნდა რამ აისახა ნეგატიურად მის პოზიციაზე უკვე ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ როგორც ვთქვით, რუსეთი ცდილობს მიესადაგოს ახალ რეალობას ახლო აღმოსავლეთში, აქტიური ურთიერთობა აქვს პრაქტიკულად ყველა მოთამაშესთან, მათ შორის თურქეთთანაც, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან გარკვეულწილად დაიძაბა ურთიერთობა იმის და გამო, რომ ის ძალთა ბალანსი სირიაში სრულად შეიცვალა თურქეთის სასარგებლოდ, ხოლო თურქეთი და რუსეთი ყოველთვის საპირისპირო ბანაკებში იყვნენ, როდესაც საქმე ეხებოდა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს დაპირისპირებას და რა თქმა უნდა 24 წლის დეკემბერში განვითარებულმა მოვლენებმა გულისხმობს სირიას, ამან ნეგატიურად იმოქმედა ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობებზე. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის პოზიცია ახლო აღმოსავლეთში ერთგვარ ფუნდამენტურ ცვლილებას განიცდის და რა თქმა უნდა ამის მიზეზი ომი უკრაინაში არის, მეორე მიზეზი რა თქმა უნდა არის უშუალოდ ისრაელის გაძლიერება ისე დონეზე, რომ მოხდა დასუსტება ირანისა და მისი მოკავშირეების და რა თქმა უნდა სირიაში ბაშარ ალ-ასადის დაცემამაც დიდწილად გაამძაფრა ეს პროცესი რუსეთისთვის. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლო აღმოსავლეთი ისეთ პროცესებს განიცდის დღეს, სადაც უკვე ცალსახად ერთ რომელიმე დიდ მოთამაშეს აღარ აქვს ესეთი ფუნდამენტური გავლენა, როგორც ეს თუნდაც ცივი ომის დროს მიმდინარეობდა ან უფრო წინა საუკუნეებში. დღეს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კუთხით შესაძლოა ამერიკულ-ებრაული კავშირი დომინირებდეს ერთგვარად, მაგრამ პოლიტიკურად ყველას ესმის, რომ დამოკიდებულება ერთ მოთამაშეზე არის სახიფათო და ამიტომაც როგორი გათამაშებაც არ უნდა მოხდეს, ჩინეთს, რუსეთს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და თუნდაც ინდოეთს ყოველთვის ექნებათ საშუალება, რომ ასე ვთქვათ, ახალი ნიშა იპოვონ თავისთვის რეალურად და მოახერხონ თავისი გავლენის გავრცელება თუ არა მთელ რეგიონზე. მაშინ თუნდაც ასე ვთქვათ, მცირე ტერიტორიებზე აი ამ მსხვილი რეგიონის.